ადამიანთა 15%-ს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება. ეს უზარმაზარი რიცხვია. ეს პროცესი როგორც წესი შეუქცევადია, თუმცა შეგვიძლია შევანელოთ ან დავიცვათ თირკმელი ისე, რომ არ განვითარდეს ქრონიკული დაავადება. თირკმლის დაავადება ფუნქციის გაუარესება ჩვეულებრივ 40 წლის ასაკიდან იწყება და როგორც წესი ასაკთან ერთად პროგრესირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრე შევამჩნიოთ, თუ თირკმელს რაიმე პრობლემა აქვს. თირკმელი მუშაობს როგორც ფილტრი. მისი მოვალეობაა სისხლიდან ტოქსინების, ნარჩენი პროდუქტებისა და ზედმეტი წყლის გამოდევნა. ეს ჩვენ შარდის სახით გამოიყოფა. თირკმელი ასევე ინარჩუნებს ელექტროლიტურ ბალანსს, სხვადასხვა მინერალის გამოყოფით ან შეწოვით, რაც ორგანიზმის ერთიანობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. ორგანიზმს მუდმივი სტაბილურობა ჭირდება, რადგან მისი შემადგენლობა არ უნდა იცვლებოდეს. ამ ერთიანობის შენარჩუნებაში თირკმელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, როდესაც ცილებს ვჭამთ, ვთქვათ ხორცს, ამ ხორცისგან ვიღებთ ამინომჟავებს. ამ ამინომჟავების ნაწილი გამოიყენება კუნთების ზრდის, შენარჩუნების ან დაზიანებული ქსოვილების აღდგენისთვის, ხოლო მეორე ნაწილი ენერგიის წარმოქმნისთვის. ამ პროცესის ერთ-ერთი პროდუქტია აზოტის ჯგუფი, რომელიც ტოქსიკურია და უნდა გამოიდევნოს. ამ პროცესს დეამინაცია ეწოდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ურეა ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თირკმლები ფილტრავს ამ ურეას. სიტყვა ურეა შარდიდან მოდის, რადგან შარდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ურეაა. მეორე მაგალითი, სისხლის უჯრედები მუდმივად იშლება და ახალი წარმოიქმნება. ეს ციკლი მიმდინარეობს, რადგან სისხლის უჯრედები რამდენიმე თვე ძლებს, შემდეგ იშლება. ამ დაშლის ერთ-ერთი პროდუქტია ურობილინი, რომელიც შარდს ყვითელ შეფერილობას აძლევს. სწორედ ამიტომაა შარდი ყვითელი. თირკმლის პრობლემის პირველი ნიშანი ხშირად კრეატინინის მომატებაა. კრეატინინის ტესტი ერთ-ერთი მთავარი გზაა თირკმლის ფუნქციის შეფასებლად. ნორმა ჩვეულებრივ 53-დან 106 მიკრომოლ ლიტრამდეა, თუმცა ეს სხვადასხვა საზომის მიხედვით იცვლება. თუ სხვა საზომი გამოიყენება, 88-ზე გაყოფით შეიძლება ნორმის განსაზღვრა. კრეატინით არ მოიქმნება კუნთებში ენერგიის გამომუშავების პროცესში. ის ნარჩენი პროდუქტია, რომელსაც თირკმელი ფილტრავს და გამოაქვს. თუ კრეატინის დონე სისხლში იმატებს, ეს როგორც წესი თირკმლის ფუნქციის გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა ზოგჯერ კრეატინის მომატება შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაციამ ან დიდმა კუნთოვანმა მასამ, რაც არ ნიშნავს თირკმლის პრობლემას. მიუხედავად ამისა, კრეატინის მომატება ხშირად თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე მიუთითებს. ის ასევე შეიძლება გაიზარდოს ინფექციების, შოკის ან ტოქსინებთან კონტაქტის დროს. მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომი ქაფიანი შარდია. ქაფიანი შარდი ცილების არსებობაზე მიუთითებს, რაც ნიშნავს, რომ თირკმელი ნორმალურად ვერ ფილტრავს. ნორმაში ცილა შარდში მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა იყოს. თუ შარდი მუდმივად ქაფიანია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ნეფროზულ სინდრომზე, დიაბეტურ ნეფროპათიაზე ან საშარდე გზების ინფექციაზე. თუმცა ქაფიანი შარდი ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა, ნაკლებად სერიოზული მიზეზებით, მაგალითად ხანგრძლივი შარდვის შეკავებით. მესამე სიმპტომი ღამის შარდვაა. თუ ადამიანი ღამით ერთხელ დგება შარდვისთვის, ეს ნორმად ითვლება. ასაკოვან ადამიანებში ორჯერადი ღამის შარდვაც ნორმაა. თუმცა თუ ღამით ორჯერ მეტჯერ ხდება შარდვა, ეს როგორც წესი თირკმლის პრობლემაზე მიუთითებს. მიზეზი შეიძლება იყოს დიაბეტი, რომელიც ხშირ შარდვას იწვევს, ან თირკმლის დაზიანება, როდესაც თირკმელს უჭირს შარდის კონცენტრირება, რაც ზრდის შარდის გამოყოფას. მეოთხე სიმპტომი შეშუპებაა, განსაკუთრებით თვალების გარშემო, ხელებზე ან კოჭებთან. თუ შეშუპება მუდმივია, ეს შეიძლება თირკმლის პრობლემაზე მიუთითებს, რადგან თირკმელი ვერ ახერხებს ზედმეტი სითხის გამოდევნას. თუმცა შეშუპება შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, მაგალითად ალერგიით ან სინუსიტით, ამიტომ საჭიროა დამატებითი გამოკვევა. მეექვსე ნიშანი მაღალი წნევაა. მაღალი წნევა ხშირად უგულებელყოფილია, მაგრამ ის ნელ-ნელა აზიანებს თირკმლებს. თუ მაღალი წნევა ხანგრძლივად გრძელდება, 5 წელიწადში თირკმლის დაზიანება გარდაუავალია. მაღალი წნევა და თირკმლის პრობლემები ერთმანეთს აძლიერებს, ამიტომ წნევის კონტროლი გადამწყვეტია. მეექვსე ნიშანი წელის მიდამოში ტკივილია, განსაკუთრებით ნეკნების ქვემოთ გვერდებზე. ეს ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი, მაგალითად თირკმლის ენჭების გამო. მეშვიდე, შარდის შემღვრევა ან სისხლიანი შარდი. შემღვრევა შეიძლება გამოწვეული იყოს ცილებით, ბაქტერიებით, ლეიკოციტებით ან კრისტალებით. სისხლიანი შარდი შეიძლება საშარდე გზების ან სხვა პრობლემებზე მიუთითებდეს, მაგრამ თირკმლის მდგომარეობა მაინც უნდა შემოწმდეს.
თუ ადამიანს ეს სიმპტომები აღენიშნება, საჭიროა ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები. პირველი, კრეატინინის ტესტი, თირკმლის ფუნქციის შეფასების ძირითადი მეთოდი. მეორე, გლომერული ფილტრაციის ხარისხი, გამოითვლება კრეატინინის, ასაკის, სქესისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. ეს თირკმლის ქრონიკული დაავადების სტადიების განსაზღვრისთვისაა მნიშვნელოვანი. მესამე, სისხლის ურეა, ცილების დაშლის პროდუქტის ურეას დონის განსაზღვრა. მეოთხე, ალბუმინი კრეატინინის ფარდობა, შარდში ცილის რაოდენობის შეფასება. მეხუთე, თირკმლის ულტრაბგერა, თირკმლის მდგომარეობის, ზომის, კენჭების ან ობსტრუქციის გამოსავლენად. ეს გამოკვლევები ძალიან ინფორმატიულია თირკმლის მდგომარეობის შესაფასებლად. მადლობა, რომ მისმენდით. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დაალაიქეთ, ხოლო თუ ჩვენი არხი გაინტერესებთ, გამოიწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.